საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით იანვარ-მარტში გასულ წელთან შედარებით უძრავ ქონებაზე გარიგებათა რაოდენობა 17%-ით გაიზარდა და 118,910 ერთეული შეადგინა. აქედან მოთხოვნა ახალაშენებულ ბინაზე 8,5%-ითაა გაზრდილი, რაც შეეხება მეორად უძრავ ქონებას ზრდა 19% შეადგინა. ბათუმში არსებულ მდგომარეობაზე უძრავი ქონების სააგენტოს წარმომადგენელი საუბრობს. თამარ ტონოიანის თქმით, ამ 2 თვის განმავლობაში მოთხოვნა ძირითადად მშენებარე ბინებზე იმატა. სააგენტოს მენეჯერის განცხადებით, მყიდველები ძირითადად უკრაინელები არიან, რომლებიც ქონების შეძენის ელექტრონულ ფორმას ანიჭებენ უპირატესობას. მენეჯერი ყურადღებას იმ ფაქტორებზე ამახვილებს, რის გამოც მყიდველები მშენებარე კორპუსებს ირჩევენ. უძრავი ქონების სააგენტოში ამბობენ, რომ კომფორტულ გარემოსთან ერთად ახალ კორპუსში ბინის შესაძენად მოქნილი საგადასახადო სისტემა მოქმედებს. რაც შეეხება მეორად ბინებს, სააგენტოს ინფორმაციით წინა პერიოდთან შედარებით აქ ფასები უმნიშვნელოდ გაზრდილია, მოთხოვნა კი შემცირებული. ძირითადი მოთხოვნა არის უკრაინიდან, თუმეტეს ახლა უკრაინული მოვლენები ყველა ვიცით ჩვენ. მე ვერ ვიტყვი იმას, რომ ჩამოვიდნენ უკვე შეიძინეს ბინები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი მოთხოვნა არის მშენებარე ბინებზე ძირითადად. მეორად ბინებზე იმდენად არა მოთხოვნადი მეორადი ბინები კიდევა უფრო ნაკლები, ვიდრე მშენებარე სახლი. უფრო ახალაშენებულ კორპუსებში კიდევა ბინები, ვიდრე ძველ სახლებში.